გაინტერესებთ ფიზიკური პირის მიერ არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, ქონების აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტის შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბებრის საკითხი, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვისაა. თუ არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში განახორციელეთ ქონების აქტივის რეალიზაცია და წარმოგეშვათ ნამეტის შემოსავალი, ვალდებული ხართ არაუგვიანეს რეალიზაციისთვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოთ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოთ კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. აღნიშნული წესი ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მიწოდებულ ქონებაზე, აქტივზე, კერძოდ, საცხოვრებელ ბინაზე, სახლზე, მასზე დამაგრებული მიწით, რომლის რეალიზაცია ხორციელდება მისი შეძენიდან ან და უსასყიდლოდ მიღებიდან 2 წლამდე ვადაში. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეალიზაცია ხორციელდება მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვემდე ვადაში. სხვა ქონებაზე, აქტივზე, მათ შორის მიწაზე, რომლის რეალიზაცია ხორციელდება მისი შეძენიდან ან და უსასყიდლოდ მიღებიდან 2 წლამდე ვადაში, ხოლო თუ ქონება აქტივი მიწოდებამდე გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში, ამ ქონების აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტის შემოსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადი დაბეგვრას, მიუხედავად საკუთრებაში ფლობის 2 წლიანი ვადისა. თუ ხართ პირველი რიგის მემკვიდრე, მემკვიდრეობით ჯუქებით მიღებულ ქონებაზე, აქტივზე, 2 წლიანი ვადა აითვლება ჯამურად, მამკვიდრებლისა და თქვენ საკუთრებაში ყოფნის ვადების გათვალისწინებით. არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების აქტივის მიწოდებით მიღებულ ნამით შემოსავალზე მოქმედებს საშემოსავლო გადასახადის შემდეგი განაკვეთები. საცხოვრებელი ბინის, სახლის, მასზე დამაგრებული მიწით, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებულ ნამეთზე 5%. სხვა ქონების აქტივის, მათ შორის მიწის ნაკვეთის საწარმოს აქციის, წილის და ასე შემდეგ მიწოდებით მიღებულ ნამეთზე 20%. ქონების აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტის შემოსავალი იანგარიშება როგორც სხვაობა რეალიზაციის ფასსა და შეძენის ფასს შორის. ხოლო თუ ქონებაზე, აქტივზე საკუთრების უფლება მიღებულია უსასყიდლოდ, ქონების აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტის შემოსავალი იანგარიშება როგორც სხვაობა ქონების აქტივის რეალიზაციის ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში საბაზრო ფასს შორის. გაითვალისწინეთ, რომ ქონების აქტივის უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო კოდექსით დადგენილია შეღავათი. განვიხილოთ მაგალითები. დაავუშვათ ფიზიკურმა პირმა 100,000 ლარად შეძენილი საცხოვრებელი ბინა, რომლის შეძენიდან არ არის გასული 2 წელი, გაყიდა 120,000 ლარად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ფიზიკურმა პირმა შეძენიდან 2 წელზე ნაკლებ ვადაში გაყიდა ბინა და მიიღო ნამეტის შემოსავალი, პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია არაუგვიანეს 2024 წლის 15 თებერვლისა და ამავე ვადაში გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი. განვიხილოთ მეორე მაგალითი. დავუშვათ ამჯერად ფიზიკურმა პირმა დედისგან ჩუქებით მიღებული საცხოვრებელი ბინა გაყიდა 1 თვის შემდეგ, ხოლო თავის მხრივ დედას აღნიშნული ბინა საკუთრებაში ჰქონდა 3 წლის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში შვილს არ წარმოეშობა საგადასახადო დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვალდებულება, რადგან ის არის პირველი რიგის მემკვიდრე და ამასთან მას და დედას ქონება საკუთრებაში ჰქონდათ ჯამურად 2 წელზე მეტი ვადით. ქონების აქტივის მიწოდებაზე საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ გააქტიურებული ელექტრონული სერვისების გვერდი, ვიდეო ზარის მეშვეობით შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს და გაიაქტიუროთ ის. ელექტრონულ გვერდზე შესვლის შემდეგ შეგიძლიათ სწრაფი ძებნის საშუალებით გახსნათ აპლიკაცია დეკლარაციები. ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიეთ ყოველთვიური, აირჩიეთ ჩანართი საშემოსავლო ქონების აქტივის მიწოდებაზე. გადაამოწმეთ პერიოდი და გახსენით ახალი დეკლარაცია. დეკლარაციის თითოეული გრაფა შეავსეთ დასახელების შესაბამისად. ამასთან თუ ქონების აქტივის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი არ არსებობს, მოცემულ გრაფაში მიუთითეთ ტირე. ყველა გრაფის შევსების შემდეგ დააწექით დამატების ღილაკს. დააწექით ღილაკს შედეგი. ხოლო შემდეგ დააწექით ღილაკს გადაგზავნა. გაითვალისწინეთ, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზისა და იმპორტის გადასახადის იმპორტიორისათვის დაბრუნებისას, რომელიც გათვალისწინებული იყო ნამეტის შემოსავლის გაანგარიშებისას და რომლის დაბრუნების შედეგად წარმოიშობა, იზრდება მიღებული ნამეტის შემოსავალი, საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს დეკლარაცია არაუგვიანეს გადასახადის დაბრუნებისთვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ასეთ შემთხვევაში ივსება დეკლარაციის მესამე ნაწილის მე-6 სვეტი.
შედეგი მიღებული ნამეტი შემოსავლის ოდენობა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ვინაიდან აღნიშნული დებულებები ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ 2024 წლის 1 იანვრის შემდგომ არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მიწოდებულ ქონებაზე აქტივებზე 2023 წელს მიწოდებულ აქტივზე გავრცელდება ცვლილებამდე მოქმედი ნორმები. კერძოდ 2023 წელს ქონების აქტივის რეალიზაციით მიღებულ ნამეთ შემოსავალზე საგადასახადო ორგანოს საშემოსავლო გადასახადის 2023 წლის წლიური დეკლარაცია უნდა წარედგინოს 2024 წლის 1 აპრილამდე. შემოსავლების სამსახური გისურვებთ წარმატებას.